შალვა ალავერდაშვილი იყვნენ ჩვენთან ბიზნეს კონტაქტზე და განვაგრძობთ გამოშვებას. საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხები იყო მთავარი განსახილველი საკითხი ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი და ევროკავშირის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის რეგიონალური დირექტორი ბრუნო ბალვანერა ესწრებოდნენ. ოფიციალურ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამომავლო ენერგოეფექტურ პროექტებზე. მხარებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსთან თანამშრომლობა ენერგოეფექტური საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროში. მინდა მოგახსენოთ, რომ 7 მილიონიანი გრანტი იქნა გამოყოფილი ევროკავშირის მხრიდან თბილისში აღნიშნული ავტობუსების დასაფინანსებლად. დღეს ჩვენ ქალაქში ვხედავთ ამ ავტობუსების რიცხვი გაიზრდება, საბოლოო ჯამში მხოლოდ აღნიშნული ტიპის ავტობუსები 153 ერთეულს შეადგენს, რაც რა თქმა უნდა დაგვეხმარება ქალაქში უკეთესი ტრანსპორტის სქემის შექმნისათვის და იმისათვის, რომ ჩვენ მამოქალაქეებმა მეტად ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ვიდრე კერძო ტრანსპორტით. ვფიქრობ, ახლა არის კარგი დრო იმისთვის, რომ შეიცვალოს პროპორცია კერძო მანქანებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებას შორის. ჩვენ ასევე განვიხილეთ ის გამოცდილება, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის განვითარებისთვის. არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც შემდეგი ქართული ქალაქი, სადაც შეიძლება ენერგოეფექტური ავტობუსები გამოჩნდეს, არის ბათუმი. ჩვენ ძირითადად განვიხილეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხები და ის პროექტები, რომელიც განხორციელდა და დაფინანსდა EBRD-ის მეშვეობით და იმ ფონდით, რომელიც დაფუძნდა ენერგო და გარემოს დაცვითი ეფექტურობის მიზნით. პროექტით გათვალისწინებული 153 ავტობუსიდან ბევრი თბილისის ქუჩებში უკვე დადის. ჩვენ განვიხილეთ ამ პოზიტიური გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა საქართველოს სხვა ქალაქებში. სხვათა შორის საავტომობილო, ასე ვთქვათ, ლოჯისტიკური ხაზის, ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტის და გამონაბოლქვის დოლის კოეფიციენტი იყო ერთ-ერთი განსახილავი საკითხი ბიზნეს კონტაქტისა და ავტობანის ერთობლივ რუბრიკაში. მას ასე საკმაოდ საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ, რომელიც ავტობანის პავილიონში მომზადდა, მას ასე ბაკურ ხუნდაძე და ავტობანი ბიზნეს კონტაქტში. ამ სატრანსპორტო საშუალებით წამოვყევით ავტომობილის როგორც სოციალური მოვლენის ნაკვალებს და ვართ ავტობანის პავილიონში. მე მგონი ერთს არბადებს, რომ ეს სატრანსპორტო საშუალება გაცილებით უფრო გამართულია, ვიდრე დედაქალაქში მოსიარულე ნებისმიერი სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შესაბამისად, დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სასაუბრო თემაც ზუსტადაც რომ ეკოლოგიური კოეფიციენტი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულობა იქნება ჩვენს დედაქალაქში, რომელიც მოსახლეობის აზრით ყველაზე დიდი პრობლემაა. ამ ყველაფერში და საინტერესო აქცენტების დასმაში ავტობანის დამფუძნებელი ბატონი ბაკურ ხუნდაძე დაგვეხმარება, რომელიც შაბათის ტრადიციული მასპინძელია. ბაკურ, დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. ესე ნუ უყურებ ამას, საკმაოდ ძვირადღირებული მანქანაა, 30,000 ევროს აღემატება მისი პრაისი. თუმცა ძალიან ვიჯერე გული. ძალიან მაგარი რაღაცაა. კი ბატონო, მე მგონი ჯობია შევუდგეთ ინტერვიუს. სანამ გული ვიჯერე ამ სატრანსპორტო საშუალებით, მე მგონი ჯობია უკვე შევუდგეთ საქმეს, კონკრეტულად სატრანსპორტო საშუალებების, ასე ვთქვათ, ლოჯისტიკური ხაზი მთლიანად დედაქალაქში. ამ კვირაში ტელეკომპანია მაესტროს ეთერში გაიშალა საკითხი, რომლის თანახმადაც კვლევა უბრალოდ, სადაც ნაჩვენებია ის, რომ ყველაზე ხშირი კანონდამრღვევი ჩვენს დედაქალაქში არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი. შესაბამისად, არც თუ სახარბიელოა ეს რეზულტატები, რაც კვლევა მაჩვენა, რას ცხადყოფს ეს ყველაფერი, რა მიმართულებებით საჭიროებს ეს ერთიანი ლოჯისტიკური ხაზი გამოსწორებას. სანდრო, მართლა დაგეთანხმები ხა ეს სტატისტიკა ჩვენს ყველანი მძღოლები ვარ და ამას ვამჩნევთ, რომ მიკროავტობუსები, მეტნაკლებად ავტობუსები ესენი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დამრღვევები არიან ქალაქში და აი იმ წუთში დამარტყა თავში, რომ ეს სწორედ გახსოვს მე შენ გელაპარაკებოდი, რომ ყველაზე დიდი დამნაშავე დარღვევებში არის ინფრასტრუქტურა და არა მძღოლი. ინფრასტრუქტურა არის აბსოლუტურად არ არის მორგებული ადამიანის ფსიქოლოგიაზე და ის უკვე სადღაც 60-იანი 70-იანი წლების მერე არ შეცვლა საერთოდ ქალაქში. ეს არის საკმაოდ დიდი სამუშაო ინფრასტრუქტურაზე მუშაობა, არის დიზაინი გასაკეთებელი ინფრასტრუქტურის და რა თქმა უნდა ის უნდა ითვალისწინებდეს ადამიანის ხასიათს, მოძრაობის სტილს, თქვათ, მანქანის და აი აქედან გამომდინარე ის რომ ამ სახელმწიფო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ყველაზე დიდხანს არიან მოძრაობაში და წარმოიდგინეთ სწორედ მათ ფსიქოლოგიაზე იწვევს დაწოლას
აი ეს გაუმართავ ინფრასტრუქტურა და წარმოიდგინეთ დღეში 8 საათი აი ჩვენ თქვა გავალთ ქალაქში მივალთ ერთადღეს გავჩერდებით რაღაც 15 წუთიან მონაკვეთში მაშინაზე გვეშლება და წარმოიდგინეთ პროფესიონალი მძღოლი რომელიც 8 საათი აი გაუმართავ ინფრასტრუქტურაში მუშაობს. თუმცა აი ის უკვე მე ამოვარდება ამ ფსიქოლოგიური ამ სტაბილურობიდან და ის ხდება დამრღვევი. ის დამნაშავეც არის, მაგრამ მის დანაშაულს ეძებნება თავის საფუძველი თუ რა ქნის მის დანაშაულს. კი ბატონო, ნუ სანამ უკვე უშუალოდ ექსპლუატაციის ვადიანობაზე გადავალთ თვითონ სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი არის ასევე აღსანიშნავი. ნუ ეხლა თბილისის რელიეფიდან გამომდინარე, ნუ არ არის გასაკვირი რომ აი მაგალითისთვის დიდი გაბარიტების მქონე სატრანსპორტო საშუალებები მაინც და მაინც ვერ ახდენენ სათანადო მანევრირებას, თუმცა ჩვენ დარღვევებს ხვდებით ასევე მაგისტრალურ გზებზეც. აი ამ კუთხით რა უნდა გაკეთდეს? ახლა აუცილებელი არის თუ არა სტანდარტიზაცია, აუცილებელი არის თუ არა ერთიანი ჩარჩოს მოფიქრება იგივე სატრანსპორტო კუთხით, იგივე თქვათ მიკროავტობუსები, შედარებით დიდი გაბარიტების მქონე ავტობუსები და ასე შემდეგ. აი ამ კუთხით აი თუნდაც დასავლეთის ქვეყნებში რა გამოცდილებაა? სანდრო, აი მე მაინტერესებს არსებობს ქალაქში გუნდი, ვინც იფიქრა რა ხაზებზე უნდა იმოძრაოს, აი მაგალითად ახალმა შესანიშნავმა ლურჯმა ავტობუსებმა ფანტასტიკური ავტობუსებია, მართლაც ოცნებაც არ შეგვეძლო ალბათ ამაზე, დიდი მადლობა ქალაქს. მანის ავტობუსები. კი, მანის ავტობუსები, მაგრამ მეორე მომენტი, სად შეიძლება მათი არონა, რომელ მიმართულებებზე, რომელ ხაზებზე და ეს ხაზები მზად არის თუ არა მათ გასატარებლად. მე რამდენჯერმე წავაწყდი, აი ისინი ისე ძნელად შედიოდნენ მოსახვევში და თითქმის შეუძლებელ მანევრს აკეთებდნენ, რომ მართლა შემეცოდნენ მათი მძღოლები, იმიტომ რომ არავინ არ გაუთვალა იქ მათი გავლა შესაძლებელი იქნებოდა თუ არა. სად შეიძლება იარონ პატარა ავტობუსებმა შედარებით, იმიტომ რომ აი ეს მოკლე მანძილებზე თქვა, უფრო დიდი მსხვილი სავაჭრო კვანძებიდან გადაიყვანონ მეტროს ჩასასვლელებამდე თუ მეტროს ჩასასვლელებიდან სახლებამდე მიიყვანონ და თქვა ესეთ გრძელი ხაზებზე იაროს ამ დიდ ავტობუსებმა. ამ ყველაფერზე საჭირო არის რაღაც ინსტიტუტი მუშაობდეს. ამაზე მე მაგალითად ავიც გერმანიაში მინახე რომ აი ხანდახან რო არც იფიქრებ ისეთ თემაზე მთელი 20-30 კაციანი გუნდი მუშაობს. აი მაგალითად არქიტექტურაში რაღაც აი ქალაქის ერთ რაღაც ძველ ნაწილს ხო უზარმაზარი ინსტიტუტი სწავლობს და მის აღდგენას ემსახურება. აი ეს ჩვენ ამას ვართ გადაჩოულები ამ 70-იანი წლის რაღაც აი დაქვემდებარებაში ვცხოვრობდით ვიღაცის და ველოდებოდით მუდმივად ზევიდან სადღაც რუსეთიდან მომავალ ინსტრუქციას თუ როგორ უნდა გვეცხოვრა. ამან საკმაოდ დიდი გავლენა იქონია ჩვენს ცნობიერებაზე, ჩვენ გადაუჩვეული ვართ თავისუფალ ცხოვრებას. გასაგებია. გადავინაცვლოთ ახლა უკვე იგივე გამონაბოლქვის კოეფიციენტზე დაბინძურების თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა სამწუხაროდ აღმოსავლეთ ევროპაში და არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპაში, საქართველო. და ნუ გასაგებია რაც იწვევს ამ დაბინძურებას და ასე შემდეგ, ძალიან დიდი ნაწილი, დაახლოებით 80% სიმძიმის წერტილი გადის რა თქმა უნდა სატრანსპორტო საშუალებებზე. ის რომ ავტოპარკი განსანახლებელია. აი ამ კუთხით რა საინვესტიციო ნაწილი, მათ შორის რა პოლიტიკური ნება, რა კერძო ინიციატივა უნდა ჩაიდოს იმისთვის, რომ ერთიანი ხაზი მივიღოთ გამართული. არ არსებობს მანქანები, ეს მტვერი არის საშინელად მძიმე მეტალებით და იგივე ასბესტის დაბინძურებული. აღარ არსებობს მისი მორეცხვა, არ არსებობს მისი თქვათ დაპილესოსება, ანუ მოძრავი მანქანა მტვერს ასრულტები, რომელიც ამ მტვერს წაიღებს. ეს უნდა ხდებოდეს, იმიტომ რომ მანქანის გავლის შემთხვევაში ის რამდენჯერმე ხდება მისი ისევ წამოწევა მიწიდან, ჰაერში მისი გაფრქვევა, მისი შესუნთქვა, ისევ მიწაზე დადება, ეს უნდა ამისი აღება უნდა ხდებოდეს. მეორე, ჩვენ საკმაოდ ავიჩემეთ ეს ევრო 4, ევრო 4 და მე თავის დროზე ვიძახდი, რომ აი ვინც ევრო 4-ზე ლაპარაკობს, იცის რაზე ლაპარაკი მეთქი. ევრო 4 არის ძირითადად დიზელის მანქანების მარეგულირებელი და ის განსაზღვრავს დიზელის მანქანების ძირითად გამონაბოლქვას. რამდენია პროცენტული წილი დიზელის ძარიანი ავტომობილების? დიზელის ძარიანი ავტომობილების წილი სადღაც 8%-ამდე ადის როგორც ვიცი ქალაქში. ეს არ არის მაღალი. არ არის მაღალი. არ არის მაღალი, მაგრამ მანქანები არის ძალიან ვადაგასული. ძალიან ვადაგასული, ჯერ ერთი ძველი საბჭოთა მანქანებიც კი დადის. მეორე აი მაზები, კამაზები, აი ეს სხვა შორის პატრულის პრეროგატივა შეიძლება შევიდეს, იმიტომ რომ როდესაც ხედავს რომ მანქანა მიდის, რომელსაც დიდი გამონაბოლქვია, მან გაფრთხილება უნდა მიწეს, რომ მანქანას უნდა მაშინ აი რა ძალიან საინტერესო წინადადება წამოჭერით, აი ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება ითქვას მხსნელს ხედავენ ევრო 4 სტანდარტის შემოღებაში. ანუ რეალურად ევრო 4 სტანდარტის ადაპტირება და იმპლემენტირება ჩვენს ქვეყანაში არანაირ ძირეულ ცვლილებას არ გამოიწვევს, რადგანაც თუ დაახლოებით 8%-ია
დიზელის ძარიანი ავტომობილები და ეს პირდაპირ ბმაში დიზელის ძარიანი ავტომობილებთან არის, მაშინ რეალური სურათის ცვლილებას ჩვენ ვერ მივიღებთ ვერც ევრო 4 სტანდარტის შემოღებით. ხო, არა მგონია, თან ევრო 4-ით რა ხა გეტყვი მანქანას გაჩერდიო, რომელიც უკვე არის გამბაჟებული, მას აქვს თავის ტექდათვალების პასპორტი ქართული და ის დადეს ქართულ სახელმწიფოში ასეთ გაჩერდიო, ის თავის უბრალოდ ახალი მანქანები არ შემოაძველი თქვათ. რომელიც არ ჩარდება ამ სტანდარტში. მაგრამ ჩვენი მთავარი საფიქრელი არის ის მივხედოთ იმ მანქანებს რაც გვაქვს. ხო, ძალიან ბევრი არის ამორტიზირებული ეს დიზელის მანქანები და ძალიან ძველია. რეგიონებში გადაინაცვლა მით უმეტეს ამ ძველმა მანქანებმა. მეორე კიდევ თბილისში იცით რა არის, აი ტექდათვალიერება იქნება დაგვეწყო საერთოდ დიზელის და კომერციული მანქანებით. დიზელის და კომერციული მანქანა. აი ერთი პირველი ჩვენ აი სულ მიჩვევთ რაღაც გლობალურად გადავდგავთ ნაბიჯს და მეორე ვიწყებთ მის ჩასწორებას, იმიტომ რომ მან ძალიან ბევრი შოკის მომგვრალი რაღაცა ფუნქცია შეიძინა. არა, მოდი აი რაღაცა ეტაპობრივად გავაკეთოთ, თქვათ, მაგალითად, პირველი ხო ვთქვი, რომ აჯერ არ არსებობს კომპანია, ვინც სწავლობს ქართულ ბაზარს, ქართულ პრობლემებს. მეორე შესაძლებელია დავიწყოთ კომერციული ტრანსპორტიდან, ტაქსოპარკის, თქვათ, ტექდათვალიერებიდან, რადგან ყველაზე მეტს ტაქსი მოძრაობს, სწორედ ის მანქანები, რომელიც ბევრს მოძრაობენ ქალაქში. ნუ ეს ბაზარი და ტაქსების მიმართულება აბსოლუტურად ველურია, ჯერჯერობით და შესაბამისად ამის კონტროლი ცოტა ჯერჯერობით ამერიკაში. ის მანქანა, რომელიც დღეში სულ 15 წუთი მოძრაობს ქალაქში, ის ჯერ არაფერს არ ქმნის. იმას შეიძლება სულ ბოლოს მივადგეთ და ის პარკი საკმაოდ ნორმალურია. მოკლედ ამ რუბრიკაში ჩვენ აი ხა სახელმწიფოზე მინდა რეალურად გადავიდე. სახელმწიფო სტრუქტურების მიხედვით თითქმის აბსოლუტურად ყველა უწყება დაწყებული შინაგან საქმეთა სამინისტროთი, დამთავრებული ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურით აბსოლუტურად ყველა მოიხსენიეს, თუმცა არ მოიხსენებია არასდროს გარემოს დაცვის სამინისტრო. და რადგანაც გამონაბოლქვს იგივე ეკოლოგიურ ასპექტებზე ვსაუბრობთ და მათ შორის ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ძალიან კარგად და მაღალ დონეზე აქვს ავტობანს. საბოლოო ჯამში აი ამ კუთხით რამდენად გაქვთ კომუნიკაცია იგივე პროფილურ უწყებასთან გულისხმობ გარემოს დაცვის სამინისტროს და იგივე თქვათ აი გარემოზე ზემოქმედების ასპექტები და ასე შემდეგ. აი რამდენად სწორად აქვთ გაწერილი ამ უწყებაში. მე უბრალოდ აღარ მინდა კიდევ ერთხელ რომ მე გითხარი და მე მგონი თავის დროზე შე რომ ბოლო ჩინოვნიკი ვისაც ხელი ჩამოართვეს ზუსტად გამსახურდა იყო მეთქი. მე არანაირი შეხება სახელმწიფო უწყებებთან არ გამაჩნია. ჩემი ბიზნესი არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ბიზნესი. და ამის გამო თუ რას ფიქრობენ სამინისტროები არ ვიცი მე ხედავ უბრალოდ ნამუშევარს სამინისტროების დღეს უკვე დადგა ის რომ რაღაცას ცდილობენ სამინისტროები მაგრამ ნუ ასაც ტელევიზორიდან ვისმენ ამაზე ლაპარაკი მაგრამ მეორე შემთხვევა ის რომ სწორედ ჩვენს ქვეყანაში არის ყველაზე დიდი დეფიციტი სისტემურად მოაზროვნე ადამიანების რომლებიც ქმნიან სისტემებს ეს ადამიანები აი როგორც ანტრეპრენორი ადამიანზე ლაპარაკი ის გენეტიკურია თუ ნიჭია თუ შეიძლება შეძენილია ბევრი თქვა ფიქრის ბევრი თქვა განათლების შედეგად არ ვიცი სტატისტიკა რა შეიძლება მაგრამ როდესაც ადამიანს შეუძლია სისტემური აზროვნება დადოს თქვა ხო მან შეცვალოს სქემა დადოს რომელიც იმუშავებს და არა დაეყდნოს აი ვიღაც პიროვნებას აი მას დავნიშნავდა ეს არა უნდა სისტემა შეიქმნას ხო აი ამ სისტემის შემქმნელი ადამიანები ძალიან ცოტა არიან და მათ უნდა ძებნა. მათ უნდა ძებნა და აი როგორც აი პოეტებს ეძებენ თქვათ ხელოვნების სამყაროში ესევე უნდა თქვათ ეძებონ ის ადამიანები, ვისაც შეუძლია სისტემა შემოგთავაზოს. ხანდახან ის აი იმ ადამიანის იდეა რომელიც სისტემურად ფიქრობს შეიძლება ისეთი მარტივი მოგეჩვენოს რომ ეს რა არისო მაგრამ ის იმუშავებს კი ბატონო ნუ საკმაოდ საინტერესო ინსპირაცია მივიღე პირადად ევრო 4-ის სტანდარტთან დაკავშირებით რომელიც გონებ ჩვენი შემდგომი რუბრიკების განსახილავი საკითხი ნამდვილად იქნება დიდი მადლობა თან ეს ხო წარმოგიდგენთ დაახლოებით 20 წლის წინ დაიწყეს და ეხლა უკვე ძალიან შორს არიან წასული ევრო 7-მდეა უკვე ასული ევრო 7-მდე და უკრაინა დაახლოებით ევრო 5-ზე გადასული დღეს კი არა თან იქ მე იყოფა უკვე მე ივეკომ თავისი თქვა ივეკომ მანმა და თქვა ვიღაცამ რაღაც ევრო 6 მიიღეს იმათმა ევრო 7 ევრო 4 იყო მინიმალური სტანდარტი რომელიც პირველად გაჩნდა ერთი მთლიანი სტანდარტი მთელს ევროპაში და ეს არის ყველაზე მინიმალური დაშვება ის რაც დღეს ევროპას აქვს ის რომ რეგიონში ვართ ბოლონი ამ კუთხით და რეალურად ჩამოვჭით მათ შორის ჩვენს მეზობლებსაც კი ეს სამწუხარო რეალობაა შესაბამისად ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებლად საჭირო და პირველ რიგში ინფორმირებაა საჭირო საზოგადოების. რადგან მე პირადად არ დაგიმალავთ და გეტყვით რომ ნამდვილად არ ვიცოდი თუნდაც ის სტატისტიკური მაჩვენებელი რომ დაახლოებით 8% ეს თუ ვრცელდებოდა აბსოლუტურად დიზელის მიმართულებაზე და რეალურად წილი თუ 8% იყო. საერთოდ ეს მანქანა ყველანაირ ეკოსტანდარტს აკმაყოფილებს ის ელექტრო. აი ამიტომაც გამოვნახეთ მე და მან საერთო ენა. დიდი მადლობა ბაკუ ტრადიციულად საინტერესო მასპინძლობისთვის და მომავალ შაბათამდე. ამ დროისთვის სულ ეს იყო
ამ ფორმატში უკვე ერთმანეთს შევხვდებით მომავალ შაბათს, მე კი ორ შაბათამდე დაგემშვიდობებით და მარტივ დათქმასაც შეგახსენებთ. დავრჩეთ ერთმანეთთან ბიზნეს კონტაქტზე.